მოგესალმებით. გამარჯობა. როგორც ცივა მეგობრებო და იმედია მაყურებელი არ მიწყენს დღეს მოსასხამით ვიქნები წარმოდგენილი. თუმცა სასიამოვნოდ მე ვფიქრობ ზამთარს თოვლიც უხდება და თან გარეთ საკმაოდ სასიამოვნო ჟირიამულიც. ბავშვებმა გაიხარეს და არა მარტო ბავშვებმა. ვიგუნდავე ჩემს ოჯახთან ერთად. თან დამაინტერესა ასეთი თოვლი ბოლოს როდის იყო ბათუმში და რო გადავავლე თვალი ეს 1996 წელს. 92 წელს ყოფილ, ნუ მსგავსი მასშტაბების რამდენად იყო და დითოვლობა ასეთ ამ პერიოდებში იყო 86 წელს და მიხარია მაინც იცი იგრძნობა რაღაცნაირი ჟრიამული ქალაქში. ხო შინაგან ბავშვს აღვიძებს თითქოს თოვლი. აღვიძებს. ის ემოციები სამწუხაროდ მაინც ვერ მოაქვს რაც მე მქონდა აი ბავშვობის წლებში. თუმცა მაინც რაღაცნაირად შეაღვიძა ნოსტალგიური განწყობა და დღეს გადავწყვიტე ფეხით მოსულიყავი სამსახურში და გამოვიარე სიწყნარე ქალაქში სუფთა ჰაერი და ძალიან გამიხარდა გავბედნიერდი და შევეცდებით დღეს ეს განწყობა მეგობრებო თქვენ გადმოგსდოთ ჩვენს ეთერში მანამდე კი მოდით ნახოთ თუ რა გველოდება შუადღის ეთერში დღეს დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ მუზეუმის როლი განათლებაში, საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან თანამშრომლობა. გადაცემაში სტუმრად აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი თეონა ზოიძე. ქართული კულტურის ასოციაციის გახსნა სამსუნში. საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება და გამყარება. გადაცემაში სტუმრად ნინო ცხვარაძე. ქართული მუსიკალური ალბომის სახელწოდებით ლურჯი ვარსკვლავის პრეზენტაცია 21 თებერვალს გაიმართება. მესენჯერ ჩარტფით სტამბულიდან შემოგვიერთდება ოსკარ მელაშვილი. კარიერული განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა. გადაცემაში სტუმრად სკოლა პროგრესის აღმასრულებელი მენეჯერი გურანდა გოგიტიძე. კალათბურთი და ევროპის ჩემპიონატი. თემაზე ვრცლად ისაუბრებს მწვრთნელი ვანო მაისურაძე. ერთხელ მოგესალმებით, როგორც უკვე ანონსიდან შევიტყვეთ, დღეს ვსაუბრობთ მუზეუმების როლზე, განათლებაში და არა მარტო განათლებაში. უნდა ვთქვათ, რომ პიროვნული განვითარების ნაწილში საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მუზეუმს. ჩემპიონატი გამოცდილებით და მაგალითით ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობის დროს პირველი ლოკაცია, რომელსაც ვნიშნავთ, აუცილებლად არის მუზეუმი. მახსენდება ჩემი ბოლო მოგზაურობა, მაგალითისთვის ყოველთვის მაინტერესებდა გოიას ნამუშევრები და მადრიდში როგორც კი მოვხვდი, პირველი ჩემი ლოკაცია იყო პრადოს მუზეუმი, სადაც ვიხილე გოიას არაჩვეულებრივი ნამუშევრები და ვიყავი ძალიან კმაყოფილი. არა მხოლოდ ფერწერაში მუზეუმის სხვადასხვა პროფილი აქვს და შესაბამისად ბათუმის განებიურებული არის ამ მხრივ სხვადასხვა პროფილის არაერთი საინტერესო მუზეუმი, რომელსაც არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ არაერთი ჩამოსული სტუმარი მასპინძლობს. ჩვენ ვიცით ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელობა, თუ როგორ აუწყო არა მხოლოდ განათლება, არამედ მუზეუმმაც ფეხი თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს და დღეს ვისაუბრებთ ამ მიმართულებითაც და სტუმრად გვყავს მუზეუმების განვითარების გაერთიანების დირექტორი ქალბატონი თეონა ზოიძე, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ ყოლების სიახლეზე, გამოწვევებზე, რომელიც დღეს გვაქვს გამარჯობა. მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისათვის. თავარი არის ეს კოოპერაცია, ხო, მუზეუმებისა და საგანმანათლებლო ინსტიტუტების. და ეს არ არის პირველი შემთხვევა, ეს პრაქტიკა უკვე დანერგილია ბევრი წელია. მიმოვიხილოთ აქამდე განვითარებული მოვლენები, ღონისძიებები, რომელიც აი ამ ორ ინსტიტუციას აერთიანებდა და რა იგეგმება მომავალში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისათვის. რა თქმა უნდა, მუზეუმი არაერთ ინსტიტუციასთან თანამშრომლობს და ამ შემთხვევაში აჭარის მუზეუმების გაერთიანება, როგორც მოგეხსენება, 7 მუზეუმს ფარავს. ეს გახლავთ აჭარის ხარტო-ნახევარდიანი სახელობის მუზეუმი, ამირან კახიძის სახელობის აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი, აჭარის ხელოვნების მუზეუმი, რელიგიის მუზეუმი, ძმებინებელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი, მემედ აბაშიძის სახლ-მუზეუმი და ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმი. საკმაოდ დიდია რაოდენობა, შესაბამისად სულ მალე ამ მუზეუმებს შეემატება კიდევ ერთი ახალი მუზეუმი, რომლის რეაბილიტაციაც უკვე სრულდება. ეს გახლავთ სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი და თუ დაუკვირდებით ამ მუზეუმების სახელწოდებებს, თავისი შინაარსი თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების განვითარებაში და თითოეული მათგანი სხვადასხვა თემატიკის არის, ასე რომ თავისი პროფილი აქვს. შესაბამისად ძალიან ფართოა სპექტრი იმ ინსტიტუციებისა, რომლებთანაც ჩვენ თანამშრომლობთ, ეს გახლავთ
როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე სკოლები, ტურისტული კომპანიები, სხვადასხვა ორგანიზაციები, ამ ბოლო სხვათა შორის ძალიან ტრენდულია სხვადასხვა ინდუსტრიებთან თანამშრომლობა მუზეუმების და ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელებთ ამ მიმართულებისას. ამ მიმართულებითაც შესაბამისად მინდა გითხრათ, რომ ამოუწურავია ის შესაძლებლობები, რომელიც მუზეუმებს გააჩნია და ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ყველა მიმართულებით მივცეთ შესაძლებლობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს თავიანთი როლი იპოვონ და ნახონ ჩვენს მუზეუმებში და ისინი ყველა ინტერესის ადამიანი დავაკმაყოფილოთ, რომელიც შემოადგამს ფეხს მუზეუმში, ან კიდევ გარდა ამისა, ჩვენ თვითონ ვცდილობთ გარკვეული მარკეტინგული სვლები გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავაინტერესოთ ეს ადამიანები ჩვენამდე რომ მოვიდნენ. აი მარკეტინგულ სვლებზე საუბრობთ თქვენ და ამოუწურავ შესაძლებლობებზე საინტერესო არის ამ მიმართულებით თუნდაც ტექნოლოგიურ ნაწილში, როგორ აუწყო მუზეუმმა ფეხი თანამედროვე გამოწვევებს და VR სათვალებზე ვისაუბროთ, რომელიც როგორც მე ვიცი, ახალი პროდუქტია მუზეუმისთვის. და ცხვირ წინ გვიდევს. კი ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ 21 საუკუნე არის ახალი გამოწვევების საუკუნე ჩვენს რეალობაში შესაბამისად განყენებულად მხოლოდ ექსპონატების დაცვა შენახვა მასე ზრუნვა, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პასუხი გავცეთ იმ გამოწვევებს, რომელიც ჯერ დღესდღეობით არსებობს მსოფლიო საზოგადოებაში. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველდღიურად გარკვეულ გამოწვევებს გაუმკლავდეთ, პულსზე გქონდეს ხელი ამ მიმართულებით მსოფლიო მუზეუმების საზოგადოება, რომელიც ძალიან მომთხოვნია დღესდღეობით. აი მთავარი გამოწვევებიც ჩამოთვალოთ თეონა, რის წინაშეც დგახართ მენეჯერები. პირველ რიგში ალბათ პოპულარიზაცია მუზეუმების, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მარკეტინგული სვლები, რომლებსაც ჩვენ ყოველდღურად ვაკეთებთ და ამ მიმართულებით, ტექნოლოგიის მიმართულებით, თუნდაც გარდა იმისა, რომ ჩვენ QR კოდიზაცია დავიწყეთ, ეკრანები გვაქვს მუზეუმებში, ხმის ეფექტები, უკვე შემოვიტანეთ VR სათვალეები, რომელიც 2025 წელს ჩაეშვა ჩვენთან. VR სათვალეები ეს გახლავთ MetaQuest 3-ის მიერ გამოშვებული სათვალე, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და რომელიც მოიცავს ვირტუალურ სამყაროში მოგზაურობას. ეხლა თქვენ შეიძლება დამისვათ კითხვა, როგორ შეიძლება იმოგზაურო დაუშვათ მუზეუმებთან კავშირში ვირტუალურ სამყაროში. ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებთაც გააჩნიათ ეს კომპონენტი, გარდა იმისა, რომ გვაქვს პრეზენტაციები, ინტერაქცია და ასე შემდგომ, VR ტექნოლოგია, კერძოდ ეს სათვალე შევიტანეთ ამ საგანმანათლებლო პროგრამაში და გვაქვს სხვადასხვა მუზეუმებში სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროგრამა. აი მაგალითად ჩვენ გვაქვს საგანმანათლებლო პროგრამა ფერწერულ ნამუშევარში მოგზაურობა, ვინსენტ ვან გოგის ვარსკვლავებიან ღამეში მოგზაურობა, რომელიც ძალიან საინტერესოა. სამყაროს შექმნა მაგალითად, რომელიც ამოგზაურებს ვირტუალურ სამყაროში ჩვენთან ვიზიტორს. აგრეთვე პლანეტების შესახებ გამარჯვება დედამიწა, ასეთი სახელწოდებით. ძალიან ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო შეგვიძლია ჩვენ მოგზაუროთ. თქვენ შეგიძლიათ მოსინჯოთ. ვარსკვლავიანი ღამე, ხო ესე ქვია. შეგიძლიათ. ალბათ კონკრეტული სპეციფიური ცოდნა სჭირდება, ხო? ამ სათვალის არაფერი განსაკუთრებული არ ჭირდება ამ სათვალეს, მინდა გითხრა, გარდა იმისა, რომ ხელის მოძრაობით უბრალოდ უნდა დააფიქსიროთ და ხელის მოძრაობით შეგიძლიათ გადახვიდეთ სხვა ესე იგი ვან გოგის ვარსკვლავიან ღამეში მოგზაუროთ და იმედია მოდით ჩვენ ნობელების მუზეუმი ხუმრობა რა არსებობს, თუ გაგიგიათ, სვანი ინტერნეტში შევადო რომ დაიკარგებო, მედიამ მსგავსრალს არ დამემართება. სვანია და არ ეწყინებათ სვანებს. რადგან სვანი ყვება ამანეკ. უნდა გაიკეთოთ ჯერ. გაიკეთე ნიკო აბა სტანდარტულად. დიახ. ხედავ რამეს? ხო, ჩვენ როგორ ხედავ, ჩვენ ესაც ხედავ. შეხედავ. ეს ნობელების მუზეუმის ერთ-ერთი პროგრამაა, გამარჯობა დედამიწა. საინტერესო, მერთო ჩემო. მე ვხედავ ვან გოგის ერთ-ერთ საოცარ ნამუშევარს. ვარსკვლავიანი ღამე. ციურსხეულებს. რა საინტერესო მოძრაობებს აკეთებს, ვიცი ხელი.
მე შემილია. ვანახოთ მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოწვევები, რომელიც დღესდღეობით არსებობს, განსაკუთრებით იმ თაობაში, რომლებისთვისაც ტექნოლოგიები ძალიან ახლო არის და შესაბამისად, როდესაც ისინი ნახულობენ ამ VR სათვალებს ჩვენს მუზეუმებში, რა თქმა უნდა, მათ უფრო მეტი ინტერესი აქვთ, რომ კიდევ დაბრუნდნენ და მოდის ხდით თეონა მე იმდენად შევყევი და იმდენად საინტერესოდ ნიკო, ჩანს თითოეული დეტალი. თავარია სხვა რამ არ ჩართო. კი ბატონო, კი ბატონო. ეს და აგრესიული. საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტი არის ისიც, რომ საკმაოდ მკვეთრად ჩანს და თითოეული დეტალის აღქმა შეგიძლია, მათ შორის თითქოს მოგზაურობ ნაწილი, რომელიც შეგიძლია უფრო ახლდან დაათვალიერო. ჩვენ ხშირად მუზეუმებში გვაქვს ეგ დისკომფორტი, რომ ნახატთან ახლოს ვერ მივდივართ, თუმცა VR სათვალის საშუალებით აბსოლუტურად შესაძლებელია. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ეხლა ჩვენ მუშაობთ უშუალოდ ჩვენ ექსპონატებთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც VR სათვალი, რომელთა VR სათვალით ნახვა იქნება შესაძლებელი და მანამდე კიდევ აი ეს ყველა საშუალება, რაც არსებობს ინტერნეტ სივრცეში, ერთ-ერთ კომპონენტად არის გამოყენებული ჩვენ საგანმანათლებლო პროგრამებში. ჩვენ ვამოგზაურებთ მსოფლიოს მუზეუმებში ბავშვებს ადგილიდან. აგრეთვე ვამოგზაურებთ, როგორც გითხარით, შედევრებში, რომლებიც წარმოდგენილია ვირტუალური სამყაროს სახით ინტერნეტში და ასე შემდგომ. ინტეგრირება ხდება. გარდა იმისა, რომ მაგალითად ვესაუბრებით ქანდაკებებზე, რომლებიც ხელოვნების მუზეუმშია წარმოდგენილი, აგრეთვე მსოფლიო მნიშვნელობის ქანდაკებებზე. აი საინტერესო მაგალითად VR სათვალის ნაწილში გიდის ფუნქციას თუ შეითავსებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს გიდის უშუალოდ ადგილზე ვინც არის, რომელსაც მიყავს საგანმანათლებლო პროგრამა, ამას გეტყულობთ? დიახ. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია და გიდები ძალიან კარგად ართმევენ თავს, მოახდინონ ინტეგრირება ამ თანამედროვე ტექნოლოგიების იმ ტრადიციულ საგანმანათლებლო პროგრამებთან, რომლებიც წლებია არსებობს ჩვენს მუზეუმში. ბატონო, ჩვენ როდესაც მოგზაურობთ ხოლმე ძირითადად ვათვალიერებთ მუზეუმებს, გალერეებს, ასევეა ჩვენთანაც ჩამოსული სტუმრები, ხო? საინტერესოა თუ ხდება სტატისტიკა, გაიზარდა თუ არა ბოლო პერიოდში დამთვალიერებელთა რიცხვი. რა თქმა უნდა, 80,000-მდე ვიზიტორი ესტუმრა შარშან ჩვენს მუზეუმებს, ეს გაზრდილია 1-2-რად წინა წლებთან შედარებით და ყოველდღიურად იზრდება ვიზიტორთა რაოდენობა. როგორც გითხარით, ჩვენ არაერთ ხერხს მივმართავთ იმისათვის, რომ ყველა შემოსულ ადამიანს ჩვენს ქალაქის სტუმარს ჰქონდეს ინფორმაცია მუზეუმების შესახებ. აეროპორტიდან დაწყებული აბსოლუტურად სატრანსპორტო საშუალებები, აეროპორტი, შემდგომ სხვადასხვა ტურისტული ობიექტები, ყველა ფლობს ჩვენს შესახებ ინფორმაციას, ეს იქნება ბანერების სახით, ფლაიერების სახით, სხვადასხვა ეკრანებზე ჩვენი ვიდეორგოლების სახით, აჭარის ტელევიზიაც საკმაოდ აქტიურად გვეხმარება ამ მიმართულებით და შესაბამისად ინფორმაციის ნაკლებობა ნამდვილად არის. აი მაგალითად არსებობს რატომღაც იმაში არ შემოგზაურობ რა ვერაფერში რაღაცა იყო. 60-ში მოგზაურობ. არსებობს ქალაქები, სადაც კონკრეტულად მუზეუმების გამოჩადიან, ხო? ძალიან ბევრი ქალაქია ასეთ. იგივე ეხლა ჩვენ არ შევადარებთ, რა თქმა, არ გავკადნიერდებით. მოდი ან ვან გოგს გავაცოცხლებ მაინც. არ შევადარებთ, თუმცა თუმცა არანაკლები ნახატები გვაქვს იგივე ნიკო ფიროსმანის სახით. აქედან გამომდინარე, აი მაგალითად ტურიზმში რა წვლილი მიუძღვის იგივე გალერეებს, მუზეუმებს, აი მაგალითად პარიზში, ხო, როდესაც ჩადის ადამიანი, იგივე ორსეს მუზეუმი, აუცილებლად უნდა ნახოს მონალიზა ჯოკონდა, ხო? აი იგივე დატვირთვით ჩვენ თუ შეგვიძლია ვთქვათ იგივე ფიროსმანი დავტვირთოთ და აი ბათუმში ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ არ დაისვენონ ვთქვათ ზღვაზე, არამედ ჩამოვიდნენ კონკრეტული მუზეუმში ნამუშევრების სანახავად. მე გეტყვით ესე, რომ დაახლოებით 3 წლის წინ, როდესაც ჩვენ ბრენდინგი განვახორციელებთ მუზეუმებში, თითქმის 4 წლის წინ, ჩვენ გვაქვს ესეთი სლოგანი: ბათუმი მუზეუმების ქალაქი. და ყველაფერი მინდა გითხრათ, რომ გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისათვის, რომ ეს სლოგანი გამართლდეს, თუნდაც ის შარშან აჭარის მუზეუმების გაერთიანება გახდა მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს წევრი, ეგრეთ წოდებული აიკომის წევრი და აგრეთვე ნემოს წევრი, რომლებიც გახლავთ ევროპის მუზეუმების გაერთიანება. სწორედ მიზნად ისახავს ეს ყველაფერი იმას, რომ მსოფლიო მუზეუმების რუკაზე ბათუმმა თავისი ღირსეული ადგილი დაიკავოს და შესაბამისად მინდა
ხაზგასმით აღნიშნო, როდესაც ჩვენ მქონდა გამოფენები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის, აგრეთვე საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით, როგორც ბრიუსელში, ასევე კრაკოვში, სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ მაქსიმალურად მომხდარიყო ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. დღესდღეობით აჭარის მუზეუმს ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს, როგორც სამუზეუმო სფეროში, აგრეთვე ჩვეულებრივი ვიზიტორები, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და გარწმუნებთ, რომ ადამიანები, რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით კულტურული ტურიზმის მიმართულებით აქტიურები არიან, ნამდვილად სტუმრობენ მუზეუმებს. საერთოდ, დიახ. ასე მინდა გითხოთ ამასინაც საინოფ დიზოლვა თუმში და ხულოს ქუჩაზე როგორც ვიცი მიმდინარეობს კინო ხელოვნების მუზეუმის მშენებლობა, ხო? რესტავრაცია მოწყობა. რა ეტაპზეა? უკვე სრულდება, რამოდენიმე თვეში დასრულდება მუზეუმის რეაბილიტაცია და ჩვენ უკვე დავიწყებთ აღჭურვას ამ მუზეუმისას და ვიმედოვნებ, რომ პირველ დამთვალიერებელს როდის მიიღებს? ალბათ წლის ბოლოსათვის ველოდებით. ამ მუზეუმის როგორი იქნება? ძალიან მნიშვნელოვანია ამ მუზეუმის კონცეფცია. ბათუმი როგორც მოგეხსენებოდა, კინოს ქალაქია, აგრეთვე არაერთი მნიშვნელოვანი ფილმის გადაღება მოხდა ამ ქალაქში და შესაბამისად კონცეფციის ძირითადი ნაწილი სწორედ ამაზეა აგებული. რა თქმა უნდა, სულიკო ჟღენტის როლი ჩვენი ქვეყნის კინოინდუსტრიის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. მარტო ჯარისკაცის მამა რა დღირს, მთელი მსოფლიო იცნობს მას და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ საინტერესო მუზეუმი გამოვა, ბევრი დამთვალიერებლით და ამას მოუთმოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს განკუთვნილი მცირე დარბაზი, კინოდარბაზი, სადაც მოხდება არა მარტო კინოჩვენებები, აგრეთვე შეხვედრები და სცენარის განვითარება, მასტერკლასები. ძალიან საინტერესო ლოკაცია და საინტერესო პროექტი იქნება. ხო, შედარსებთ ძალიან კარგი. გიორგი ბეხაბიშვილის ახსენდა და იგეგმება თუ არა მართლაც ის გამოჩენილი მხატვრის ამოქანდაკის ექსპონატის ნახატის შეძენა იმისთვის რომ ამ კუთხითაც მოხდება ხო პოპულარიზაცია ჩვენ არაერთი პიკასოს სიამოვნებით ვიხილავდით ხელოვნების ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი შედევრი გვაქვს შეიძლება ასე ითქვას ჩვენს მუზეუმში ალბათ იცით რომ 2023 წელს ჩვენ აჭარის ხელოვნების მუზეუმის პირველ სართულზე ევროპელი მხატვრები გამოვფინეთ რომლებიც ფონდებში ინახებოდა შესაბამისად ამ მხრივ ნამდვილად არ ვუჩივით ამ ამბავს და ვფიქრობ რომ მომავლისათვის რა თქმა უნდა ჩვენ მოხარულები ვიქნებით თუ გვექნება ამისი შესაძლებლობა რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრები და მნიშვნელოვანი მხატვრების ნამუშევრები შევიზინოთ და ვიხილოთ ჩვენს მუზეუმებში, თუმცა მინდა გითხრათ, რომ თუ თქვენ შეხვალთ Google-ში და ნახავთ კომენტარებს ჩვენ შესახებ, ისინი ამბობენ, რომ თქვენ ნამდვილად შედევრების პატრონები ხართ და ძალიან დიდია ინტერესი ამ მიმართულებით. ქართულ მხატვრულ ფერწერას უდიდეს ტრადიციები გააჩნია, ხო? მეც ყოველ ჯერზე სიამოვნებით ვათვალიერებ ხოლმე ამა თუ იმ ქართველი გენიუსის დიად ნახატებს, თუმცა რამდენად ეთმობა დღეს უნივერსიტეტის, უკაცრავად მუზეუმების სივრცე თანამედროვე არტისტებს საინტერესო. ძალიან ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ნამდვილად ძალიან ხშირად ვაძლევთ შესაძლებლობას განსაკუთრებით ახალგაზრდა ნიჭიერ ხელოვანებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ჩვენ სივრცეებში გააკეთონ გამოფენები, თუნდაც ახლა 28-ში მაგალითად იოსებ ჯორბენაძის გამოფენა გვაქვს აჭარის ხელოვნების მუზეუმში და შესაბამისად ალბათ არ გავათვე რომ ახალგაზრდა ნიჭიერ მხატვრებს მივცეთ შესაძლებლობა რომ გამოიფინოს ჩვენს გალერეაში მათი ნამუშევრები. არაერთი ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევარი იყო გამოფენილი როგორც 2023 წელს, აგრეთვე 2024 წელს და მინდა უბრალოდ მივმართო მხატვრებს, რომლებთაც სურვილი აქვთ, რომ ჩვენთან გამოფინონ თავიანთი ნამუშევრები, მოიტანონ ეს ნამუშევრები ჩვენთან და შემდგომ საკონსტიტუციო საბჭო არსებობს აჭარის ხელოვნების მუზეუმში მოქმედი და ისინი შეაფასებენ უკვე ამ ნამუშევრების გამოფენის საკითხს. კი, მithumetes რომ საკმაოდ საინტერესო საგამოფენო სივრცე არსებობს, სადაც მაგალითად გასული წლისთვის მე არაერთი ახალი ეს თქო ხატვარი ვიხილე გავეცანი და საკმაოდ მნიშვნელოვანი დატვირთული წელი იყო ხელოვნების მუზეუმისთვის გასული წელი. კი, რა თქმა უნდა და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ისიც, რომ დეკემბრის თვეში ჩვენ გავარემოთ ესეც სივრცე უკვე სულ სხვა
ელფერით ხვდება ჩვენს ახალ 2025 წელს და შესაბამისად ვფიქრობ, რომ საინტერესო გამოვა თითოეული გამოფენა, რომელიც ჩვენთან გაიმართება ამ წელს. მადლობა. მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ასევე წარმატებები. მეგობრებო, გაიცემ 3 წელში ძალიან საინტერესო და ყურადსაღებ თემაზე ვისაუბრებთ. დიდი ქართველი უნდა მოვიგონოთ. ახმედ მელაშვილი, მუჰაჯირობა რეალურად არის ჩვენი ქვეყნის დიდი ტკივილი და ამ ტკივილს ამსუბუქებს ისეთი ქართველების არსებობა, როგორიც იყო ახმედ მელაშვილი, ხო? მე-20 საუკუნის 70-იან წლებში მუჰაჯირთა შთამომავლებმა გადაწყვიტეს, რომ გაეღვივებიათ ქართული სული, ქართული იდენტობა, უფრო მეტად აეღორძინებინათ და ამ ყველაფრის სათავეში იდგა ახმედ მელაშვილი. ქართული დედაენა დაიბეჭდა, ასევე ჟურნალი ჩვენებურები. ძალიან საინტერესოა ისტორია ქართული ანბანი როგორ ჩაუვარდა ხელთ ახმედ მელაშვილს ძალიან სურდა რომ ესწავლა ქართულად წერა კითხვა თუმცა არ ქონდა ანბანი ხელთ და ერთ დღეს ჯარში გაიწვიეს სადაც შეხვდა ქართველ ემიგრანტს და აი მან დაუწერა თავისი ხელით ფუცელზე ანბანი წამოიღო და ერთ დღეღამეში ისწავლა ქართულად წერა კითხვა ფაქტობრივად ბაბუას დაწყებულ გზას აგრძელებს ახმედ მელაშვილის შვილიშვილი იბერია ოსქან მელაშვილი რომელიც ახლა ჩვენ გვერთვება და ძალიან საინტერესო ინიციატივა აქვს ის არის მუსიკოსი თავის კოლეგებთან ერთად ახალი ალბომი გამოუშვა რომელშიც ხდება აბსოლუტურად სინთეზი ქართული ტრადიციული მუსიკის და აღმოსავლური მუსიკის ძალიან საინტერესო მუსიკალური კომპოზიციებია თავად ვთქვათ მოგვიყვება ჩვენ იბერია ოსქან მელაშვილი ამ ყველაფრის შესახებ მოგესალმებით მოგესალმებით ოსქან. მოგესალმებით. ტექნიკურად მოხერხდება ბატონ ოსქანთან და გავიქცევთ საშუალებას რომ ხო იმის თქმა მინდოდა ხა როცა საუბრობდით ჩვენ ტრადიციულ საკრავებზე და ტრადიციულ ჰანგებზე, კავკასიურ ჰანგებზე ხელოვნება იძლევა საშუალებას, რომ ერთგვარი სათქმელი თქვა, ხო, ფაქტობრივად მანიფესტაცია მოახდინო შენი ფიქრების და ეს არის რაღაცა ერთგვარი გზა მართლაც გაგრძელების ბაბუის გზის. არი ვიწყებენ ქართულ ჰანგებს და მნიშვნელოვანი ეს ქართული საკრავები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვნად გამოხატავს კონკრეტული რეგიონის, ასე ვთქვათ, სახეს და იცი რა მახსენდება ანი ახმედ მელაშვილის ქუჩა რომელიც ბათუმში არსებობს და საკმაოდ ლამაზი ერთ-ერთი გამორჩეული ქუჩა არის მე ვცხოვრობდი მან და რა სამწუხაროდ ბევრმა ბათუმელმა არ იცოდა საერთოდ ქუჩის არსებობის შესახებაც კი როცა ვკითხულობდი და ვეუბნებოდი რომ ვცხოვრობდი ახმედ მელაშვილზე ძალიან ბევრს ქონდა კითხვა რომ სად იყო ეს ახმედ მელაშვილის ქუჩა თუმცა არის ერთ-ერთი გამორჩეული და ულამაზესი ქუჩა ორ ნომერში გავიზარდე დავიბადე ფაქტიურად ამ ქუჩაზე და ყოველთვის მაინტერესებდა ვინ იყო ეს ახმედ მელაშვილი აღმოაჩინო გამორჩეული საზოგადო მოღვაწე საქართველოს ისტორიაში აქვს უდიდესი წვლილი შენატანი და აი მისი შვილიშვილი ხო გვერთვება ბატონი ნამდვილად ჩვენს გადაცემაში დიდი პატივია ოსქან მოგესალმებით იბერია ოსქან მელაშვილი შადრის შესვენების ეთერში გამარჯობა გესმით თუ არა ჩვენი გამარჯობა ცოტა მოდის ხმა გესმით ჩვენი ხმა ბატონო იბერია კი მაგრამ ძალიან ცოტა თქვენი სახელითაც ვიხიბლებით და გქონია რომ ესეც ძალიან ნიშანდობლივია თქვენ ქვიათ იბერია სანამ დავიწყებდეთ კონკრეტულად საუბარს იმ ალბომზე რომელიც დავაანონსეთ მოდით გვიანბეთ თქვენი ბაბუს შესახებ ბატონი ახმედ მელაშვილი მოვიგონოთ აუცილებელია და ნიშანდობლივია ალბომზე შესახებ ვერ გავიგე კარგად ბაბუს შესახებ გვიანბეთ პირველ რიგში ახმედ მელაშვილის შესახებ ჩვენი არ ესმის სამწუხაროდ ბატონ იბერია მელაშვილთან კონტაქტს ჯერჯერობით ვერ ვამყარებთ. ისეთი ამინდია ქალაქში და ისეთი თითოეულობაა რეგიონში და საქართველოში ზოგადად რთულია სწორი კომუნიკაცია, თუმცა ეს სახელი და გვარი იმდენად სიღრმისეულად შედის თითოეულ ქართველში, ხო? იბერია ოსქან მელაშვილი დიდი ახმედ მელაშვილის შვილიშვილი. მე კიდე ერთხელ შევეცდები დავამყარო კავშირი ბატონ იბერიასთან. ბატონო იბერია, გესმით ჩემი?
კი ბატონო, ხოთ დამიდასტუროთ თუ გესმით სტუდიის ხმა. კი. მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობ, გამარჯობა საქართველო, გამარჯობა ქართველი ხალხ და გამარჯობა აჭარის ტივის მაყურებელს. ბატონო იბერია, გვიანბეთ ბაბუას შესახებ, ახმედ მელაშვილის შესახებ, ჩვენ რამდენიმე ისტორია მოვყევით, მის პერსონაჟს ხაზი გავუსვით და გვინდა რომ მეტი ვიცოდეთ ამ ძალიან დიდი ქართველის შესახებ. თქვენ როგორც შვილიშვილი უფრო გულწრფელ, შინაურულ, ძალიან მნიშვნელოვან ისტორიებს გაგვიზიარებთ, დარწმუნებული ვართ. ძალიან კარგად ვერ გავიგე, მაგრამ როგორ მოხერხდა ეს ალბომი? კარგით, შეგიძლიათ ამაზე გვესაუბროთ ხომ, იმიტომ რომ აშკარად რაღაც ხარვეზი გქონდა. ბატონის ხმა ძალიან კარგად მოვიდიოდა, მაგრამ თქვენი ცოტა გიო, მოდი შენ კითხე მე, შენი ხმა ისმის კარგად ბატონო. ჩემი ხმა თუ გესმით, ბატონო იბერია. კარგი. ჩვენ დღეს გავიხსენეთ ახმედ მელაშვილი თუ რაოდენ დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართული საზოგადო მოღვაწეობის ცხოვრებაში, მისი წვლილი განუსაზღვრელია. ჩვენ გვინდა რომ თქვენ მოიგონოთ თქვენი ბაბუა. თქვენ როგორც მისმა შვილიშვილმა გაიხსენოთ. მამა ჩემზე, რა თქმა უნდა, ახმედ მელაშვილზე. დიახ. კი. რა ვიცი, ახლა არ მინდა რომ ბიოგრაფია ზე ვილაპარაკო. მამა ქართველი იყო და ჩემი ოჯახში, ჩვენ ოჯახში მამა ჩემ სახელი დაარქვა იბერია, ჩემი დასახელი თამარა. საქართველოდან ძალიან შორ ვიყავით, მაშინაც კავშირების არ იყო. იმ დროზე ქართული კულტურა, ენა და ქართული ისტორია ყველაფერი ჩვენართული იყო და აგზელებდა ეს საქმეები, ქართული უსხოეთში, თურქეთში, როგორც თურქეთში ბევრმა ხალხმა იმ პერიოდში საქართველო არის თუ არ არის, სად არის, არის თუ არა საბჭოთა კავშირის დროზე გაანათლა მამა ჩემს ასეთი ადამიანი იყო და იმის შვილი ვარ, რა თქმა უნდა, ჩემ ოჯახში დედა, მამა ქართულად ლაპარაკობდნენ, ჩემი დედა ენა ქართული იყო და პატარობის დროდან დღემდე ქართულად ვიცი, ძალიან კარგად არ ვიცი, მაგრამ უმეტესად სიმღერებში და ფოლკლორში ვიმუშავებ. მამაზე ბევრი რამე არ თქვა, რა თქმა უნდა, მაინც ამეთოს გამელაშვილი ყველა ისწნობს, მაგრამ ჩემთვის ცოტა ძნელია, ჩემი მამა არის და მოკლეს და მე მორჩი მარტო ძირითადი ეს ნიშნავს, რომ მამა ჩემი გზის ჩემთვის ძალიან დიდი ფასია და იმ გზიდან რასხამდენი ჩემი ხელიდან რას მოვა ვაგზელებთ. მოკლედ ბატონო იბერია, მოდით მოგვიხევით ლურჯი ვარსკვლავის შესახებ კონკრეტულად რას მოიცავს ეს კონკრეტული პროექტი, როდის იქნება პრეზენტაცია, რა პლატფორმაზე და კონკრეტულად რა პერიოდის ნამუშევრებს მოიცავს. ლურჯი ვარსკვლავი ახლა ჩვენი ანსამბლის 1990 წლიდან არის, სხვადასხვა წევრები იყო. მეოთხე ალბომი არის ეს ჩვენი ანსამბლისა, კაფტაღი ანსამბლისა. ლურჯი ვარსკვლავი ბოლო ალბომში არის 6 სიმღერა, მაგრამ ის სიმღერას ლურჯი ვარსკვლავის დავართვის ეს ალბომი სახელი, როგორც ამ ალბომში ჩემი ქალიშვილი ნათიას მუსიკა არის ინსტრუმენტალური, ქართული საკრავით და კლასიკური ფორმაზე ლურჯი ვარსკვლავი. ისეთ სახელი დავარქვეთ, რომ ახალი მელოდია არის. 5 სიმღერას რა ვიცი თქვენს გეცოდინავთ, ერთი სიმღერა არის ლელა თათრაიძე, ჩვენი ძირფასი ლელა თათრაიძეს ვესლის თასადამს მაქსია. ჩვენ არანჟირებას გავაკეთეთ, ხმობა გავაკეთეთ. ერთი არის ნუგზარ ფსუტური, ჩვენ ძირფასი მომღერალი ნუგზარ ფსუტურის თილური რეგენი სიმღერა ცოტა მოდერნიზებული არანჟირებას შევასრულეთ. მესამე არის თამარ ჯორბენაძის სიმღერა
ზამთარიას ისივეა ესეც ვიმღერათ ქართული ენით და თურქული ენით. ქართული ენით არის, მაგრამ თურქული ენით ჩემი ქალიშვილი ნათია მღერის. ბოლო ერთი ხალხური სიმღერა მომწონთ შენი თვალები, ესეც მავალ ხმიანის სიმღერა არის. ასეთი 6 სიმღერას, ერთი ქართული სიმღერას ალბომი ამ ბოლო პარასკევს საღამოს გამოვიდა და ძალიან ჩვენ ნერვულობ რომ ძალიან მინდა რომ საქართველოს და ქართველების კრიტიკები ამის მერე როგორ არის და როგორ მოეწონა თუ არა და მე ძალიან მინდა რომ ჩვენ უცხოეთში ვართ ქართული სიმღერების მღერი ვართ რა თქმა უნდა უცხოეთში თურქეთში ქართული სიმღერების ფასი სხვა არის მაგრამ საქართველოში ყველგან უმეტესად გვაინტერესებს ქართველებს და თქვენი კრიტიკები. ბოლოდ ძალიან დიდი დრო მუშაობა იყო და ბოლოს ეს გამარჯვეს და ალბომი გამოვიდა. ბატონო ლურჯი ვარსკვლავი. ჩემი ხმა უბრალოდ არის ეს ბატონი ბერეს და გიოგთ ხო ვკითხოთ ახალი თაობის შესახებ. მათი დამოკიდებულება როგორია? თავისი შვილი ახსენა, ახმედ მელაშვილის შვილიშვილი, რომელიც ჩართული იყო ამ ალბომის შექმნის პროცესში, ახალი თაობის დამოკიდებულება ქართული იდენტობის შესახებ. ბატონო იბერი როგორც ცნობილია, ახმედ მელაშვილს მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი თურქეთში ქართველების გაერთიანებაში, კულტურის წარმოჩენაში. მას თურქეთში ქართველთა ილია ჭავჭავაძედაც კი მოიხსენიებენ. მის სახელს უკავშირდება ასევე გურჯისტანი, საქართველოს ციგნის დაარსება 1968 წელს. ასევე მის სახელთან არის დაკავშირებული ჟურნალი ჩვენებურები, რომელიც თავს უყრის სრულიად ქართველობას თურქეთის რესპუბლიკაში. აი ჩვენ გვაინტერესებს დღეს როგორია ახალი თაობის ურთიერთობა ქართველებს გულისხმობ თურქეთში ხდება თუ არა შეკრებები ხდება თუ არა კულტურის პოპულარიზაცია რათა არ მოხდეს თქვათ დავიწყება ჩვენი ეროვნული ფასეულობების ტრადიციების სადიკრიბებით როგორი კომუნიკაცია გაქვთ ქართველებს ერთმანეთში ახალი თაობა რამდენად მორგებულია სწორედ აჰმედ მელაშვილის იდეოლოგიას საინტერესოა. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის, როგორც თუ ახალი თაობა ძვლის კარგი მუშაობა ახალი თაობაზე თუ არ შემოდის, რა თქმა უნდა ეს ამის ფასი მეტი არ იქნება. მამაჩემის თურქეთის ილია ჭავჭავაძე ამბობენ, მაგრამ მაშინდელი ზნელი დროზე მისი პირველი ნაბიჯები იყო, როგორც თქვით თქვენ საქართველოს ციგნი, ჩვენებური კრებულები და ასე შემდეგ. ბოლო წლებში ითარგმნა შოთა რუსთაველის ვერცხლისწყალოსანი ქართული ენიდან ფრანგული და აზერბაიჯანული ენიდან ითარგმნა, მაგრამ ვერ დაბეჭდა იმაზე ვერ ნახა ეს დიდი მუშაობა. მაშინ ქართველები ვართ, ქართულად ლაპარაკობს, ქართველები ვართ, ესენი ძალიან ძნელი სიტყვები იყო თურქეთელი ქართველებისთვის. დაახლოებით 60 წლებში, 70 წლებში, მაგრამ ბევრმა ხალხმა ციგნები წაიკითხა მამაჩემის ციგნები ჩვენებური და მერე დაიკავშირდნენ თავისი წინაპრების კულტურას და მამაჩემის ბელადით ბევრმა გაანათლა ქართულ კულტურაზე. აი მის შვილები არიან ახალგაზრდები, როგორც მეორე მდგომარეობას ძალიან მნიშვნელოვანი მდგომარეობა საბჭოთა კავშირი არ არის, საქართველოს თავისუფალი არის, მისლა მოსლა და ელექტრონიკის კავშირები ისეთი გაგზავნა, რომ ახალი თაობას ზოგმა ძალიან აინტერესებს და ზოგმა ძალიან კარგად ქართულად ისიან საქართველოში მისლა მოსლა გაგზავნა ახალ თაობას ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ესენი უფრო გაგზავნება. ორი
საგანი, ორი საგანი არის. პირველი არის თურქეთის და საქართველოს კავშირების გაგრძელება, ძალიან კარგი გზადებით. მეორეს თურქეთელი ქართველების თავისი კულტურას კავშირების გაგრძელება. ბატონო იბერია, რა ბედი ეწია ჟურნალ ჩვენებურს. გამოდის თუ არა დღემდე საინტერესოა ეს ჟურნალი, ქართველთა ჟურნალი თურქეთში. სახელწოდებით ჩვენებურები. ახლა არ გამოდის ბატონო 67-ში დაიწყო სტოკჰოლმში, მერე თურქეთში 6-7 ნომერი, მერე მამაჩემის გარდაცვალების მერე 13 წელიწადი არ გამოვიდა. 13 წლის მერე ჩვენ მე მგონია 93-ში დავიწყეთ გაგრძელება ჩვენებური ახალი თაობის. ბევრი ნომერები გამოქვეყნდა, მაგრამ დაახლოებით 20 წელიწადია, 25 წელიწადია არ გამოდის ჩვენებური არ არის. ბატონო იბერია, ბოლო კითხვით მოგმართავთ. როგორია თურქეთში მცხოვრები ქართველთა გზავნილი დღეს? როგორია კიდევ გამეორებ ბატონო, როგორია თურქეთში ქართველთა როგორია თურქეთში მცხოვრები ქართველების გზავნილი სამშობლოსადმი? კარგი გზადებით, რა თქმა უნდა, ყველა ისის საქართველოს ყველას ნათესავები ყავს, ზოგმა ვაჭრობისთვის მიდის, ზოგმა კულტურულად, ზოგმა თავისი დედა სამშობლოს ნახვისთვის მიდის, მოდის და თურქეთელი ქართველების საქართველოში ქართველებთან ბევრი მეგობრებები ყავან და კარგი გზაზე მიდის. ვინც ქართველი ვარ ამბობს თურქეთში, ყველა ისის და ყველა საქართველოს დიდი მადლობა ამისთვის, რომ ამდენი ხნის მანძილზე ინარჩუნებთ ქართულ ყოფას, ქართულ კულტურას ჩვენს მეზობელ თურქეთში. წარმატებები ბატონო იბერია. დიდი მადლობა, რომ ვიყავით ჩვენთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი გზავნილებით. მადლობა. წარმატებებს უსურვებთ ალბომს. მადლობა. მეგობრებო, ვაგრძელებთ საუბარს დღეს განათლებაზე, ბევრი ვისაუბრეთ განათლებისა და მუზეუმის ინტეგრაციაზე. ახლა კი ვისაუბრებთ მოკლევადიან კურსზე, რომელიც ეხმარება დაინტერესებულ პირებს. ძალიან მოკლე დროში მიიღონ პროფესიული ცოდნა თან პრაქტიკულ გარემოში, რაც ბუნებრივია უფრო მეტ უნარს ავითარებს და ვიცით, რომ თეორიას არნაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ამ ყველაფერს პრაქტიკაში არ გამოვიყენებთ, ხომ? თემაზე ვცლად ისაუბრებს გურანდა გოგიტიძე, სკოლა პროგრესის აღმასრულებელი მენეჯერი. მობრძანდით გურანდა. კაპიტან გურანდა, გამარჯობა. არაერთი მსგავსი პროექტი განგიხორციელებიათ და ყოველთვის კარგია შედეგები და ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე. ამ შემთხვევაში ვისაუბროთ იმაზე, ზოგადად რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე ბაზარი, რა არის ის მთავარი უნარები, რაც უნდა გქონდეს ადამიანს და თქვენ რაში დაეხმარებით ამ მოკლევადიანი კურსით. მოგესალმებით, მადლობა ეთერისთვის. მოკლედ პატარა რაკურს გავაკეთებ მიმოხილვას თუ შეიძლება ერთგვარი ესე ვთქვათ გასულ წელს სკოლა პროგრესმა მოიპოვა 6 წლით პროფესიული პროგრამების განხორციელების უფლება. ჩვენ როგორც მოკლევადიანი პროგრამების დანერგვას ვუწყობთ ხელს, ასევე გრძელვადიანი პროგრამების დანერგვას, რაც მოიცავს როგორც ინტეგრირებულ, ასევე არაინტეგრირებულ პროგრამებს. ძალიან მოკლედ მინდა მაყურებელს ავუხსნა, რაც მოიცავს აღნიშნული ინტეგრირებული პროგრამა. მოგეხსენებათ სკოლას გასულ წელს პირველად მიეცა საშუალება სახელმწიფო ესე ვთქვათ მხარდაჭერით, რომ განეხორციელებინა პროფესიული პროგრამები. ფაქტიურად აჭარაში მხოლოდ 2 სკოლამ დანერგა ეს გახლავთ მეათე საჯარო სკოლა და სკოლა პროგრესი. ჩვენ დავნერგეთ ინტეგრირებული კომპიუტერული ქსელი და სისტემები და ვებ დეველოპმენტი. შესაბამისად, ინტეგრირებული პროგრამის საშუალებით ჩვენ მივიღეთ საბაზო განათლების მქონე მოსწავლეებიც, რაც მოიცავს როგორც ზოგად, ასევე პროფესიულ განათლებას. ფაქტიურად მოსწავლე ორმაგ დიპლომს აიღებს, როგორც კი დაასრულებს მოცემულ საგანმანათლებლო პროგრამას. გასულ წელს ეს იყო
სამწლიანი როგორც საერთო ცოდნას რაც წყებულობს მიიღებს როგორც ზოგადის განათლებას. მიიღებს როგორც ზოგადის დამადასტურებელ დიპლომს, ასევე პროფესიულ სახელმწიფო აღიარებულ დიპლომს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია როგორც დასაქმდეს დასრულების შემდეგ, ასევე გააგრძელოს სწავლა და უფრო გაიღრმაოს ეს მიმართულება. ძალიან საინტერესო შესაძლებლობა არის. მე გამახსენდა ჩემი ზუსტად ეს პერიოდი მე თან სკოლაში სწავლობდი და დაახლოებით საღამოს პერიოდში კოლეჯში დავდიოდი, რომ ერთდროულად მიმეღო როგორც პროფესიული, ასევე საჯარო სკოლის დიპლომი და ეს უკვე ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, რომ სინთეზირებულად სკოლაშივე მიიღეს. მე მაშინ დავამთავრე ბუღალტერია, რადგანაც ეს პროფესია ავირჩიე, საინტერესო იყო გამოწვევის ნაწილში და თუმცა დროის ფაქტორი იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სკოლის გაკვეთილების დასრულების შემდეგ გიწევდა სკოლა კოლეჯში მისვლა, კოლეჯში რა თქმა უნდა ამ პერიოდის გატარება და გადაადგილებაში სწავლის პერიოდიც რომელიც დაახლოებით 3 საათს მოიცავდა და მე უკვე სახში მისულზე თავიდან მომზადება გაკვეთილების როგორც სკოლისთვის ასევე კოლეჯისთვის და ეს არის ნამდვილად კარგი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის რომ ეს ერთ ლოკაციაზე ხდება ყველაფერი ხო? ფაქტობრივად ეს არის პროფორიენტაცია, ხო? რომ აირჩიოს მოზარდმა თავისი მომავალი პროფესია და დაეუფლოს მას ადგილზე ზოგად განათლებასთან ერთად. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა არის ახალგაზრდა თაობისთვის და გარდა ამისა, დასაქმების პერსპექტივა აქვს ძალიან მაღალი იმ პროგრამებს, რასაც ვნერგავთ. ამას უძღვოდა ცხადია ბაზრის კვლევა, მოთხოვნები ახალგაზრდების და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა. გარდა ამისა, ძალიან მაღალი ინტერესი წამოვიდა მოკვლევადიან პროგრამებზე. მაგალითად, სტუმართ მასპინძლობის სფეროში დავიწყეთ ჩვენ ქალაქი ტურისტული, ესე ვთქვათ, პოტენციალი, ქალაქის ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე, სწორედ ეს გახდა პრიორიტეტი, რომ სტუმართ მასპინძლობის სფეროში, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკულ გარემოში ცოდნის მიღების შესაძლებლობა გაჩენილი. პრაქტიკულ გარემოში გულისხმობთ სტუმართ მასპინძლობის ნაწილში, როგორ აპრობირდა ეს, გააქვთ კონკრეტული, ესე ვთქვათ, ჩვენ თანამშრომლობთ რეგიონის წამყვან სასტუმროებთან, ბრენდებთან, არ დავასახელებ ამ წუთას ეთერიდან გამომდინარე. ეს იმას ნიშნავს, რომ კერძო სექტორი მხარს უჭერს განათლებას და ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩართული არიან ამ პროცესში. თან ერთად ვზრდით თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, ვაძლევთ მოზარდ თაობას, ახალგაზრდა თაობას, ერთად ვზრდით პროფესიონალ კადრებს ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე. ახსენებთ რა პერიოდზე დაახლოებით საუბარი? არის მაგალითად ერთთვიანი პროგრამა, თვეინახევარი და არის სამთვიანი პროგრამა. ჩვენ გავწევთ შესაბამის დიპლომს, შესაბამის სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს, რომ მან გაიარა ეს კურსი, მიიღო შესაბამის ცოდნა და გამოცდილება და ის უკვე კონკურენტუნარიანი არის ბაზარზე. დასაქმების პერსპექტივა უფრო მაღალი აქვს, ვიდრე მანამდე ჰქონდა. ვადები ალბათ შესაბამისი პროფესიის მიხედვით იქნება, ხო, განსაზღვრული. პროგრამა დამოკიდებული არის, ვადები დამოკიდებულია გაწერილ პროგრამაზე, რომ მან სრულფასოვანი ცოდნა მიიღოს და გამოცდილება მიიღოს ამ პერიოდის განმავლობაში. ბაზრის კვლევა ვახსენეთ. საინტერესო გაგვიზარდეთ ამ კვლევის შედეგები. რა არის მთავარი პრობლემა, რაც არის გამოსასწორებელი, რაზეც უნდა ვიმუშაოთ, ის მთავარი უნარები, რაც უნდა გამომუშავდეთ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს, სტუმართ მასპინძლობის სფეროს გულისხმობთ, ხო, მომსახურეობის სერვისს და ამ სფეროს გულისხმობთ და არერთხელ აღვინიშნოთ, რომ დეფიციტია თითქოს კადრების. ამიტომ არის ახალი თაობა ჩართული, მოგვიყევით. დასაქმების პერსპექტივიდან გამომდინარე ბაზრის კვლევებმა შესაბამისი, ესე ვთქვათ, სურათი აჩვენა. დიახ, სწორედ სტუმარ მასპინძლობის სფერო არის ყველაზე მარტივად დასაქმების შესაძლებლობის მქონე ბაზარი, თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ცოდნა, გამოცდილება და უნარები, რაც სჭირდებათ მომსახურების სფეროში არსებულ დასაქმებულ ადამიანებს. შესაბამისად, ყველა პროგრამა, რასაც კი ჩვენ განვახორციელებთ, ამას სახელმწიფოც ითხოვს, აღიარებაც ითხოვს, რომ იყოს წინაპირობა ბაზრის კვლევა და მოთხოვნა. რა არის ყველაზე მთავარი? სახელმწიფო რატომ გასცემს თავის რესურსს პირობითად ისეთ პროგრამებზე, რაზეც მოთხოვნა არ არის. ჩვენ არც ერთ პროგრამას არ მოვიტანთ და არ დავნერგავთ, რომ საჭიროება არ არსებობს, ხო? ძალიან მარტივია, ასე ვთქვათ. ძალიან მინდა აღვნიშნო
აღნიშნო, რომ აი ინტეგრირებული პროგრამის სტუდენტებს განსაკუთრებით წელს ფაქტიურად 1 წელია სწავლობენ. ეს მოსწავლეები კომპიუტერული ქსელი და სისტემები უნდა აღნიშნო. აი იმდენად ბევრი უნარები და ცოდნა მიიღეს უკვე და იმდენად საინტერესო გახდა მათთვის სასკოლო ცხოვრება. გარდა იმ ზოგადი განათლებისა და სავალდებულო საგნებისა, ის ეუფლება რაღაც საინტერესოს განსხვავებულს ამ პროცესში და აი დასაქმების პერსპექტივებზეც ფიქრობენ უკვე რომ სად შეიძლება ან საკუთარ კომპანიაზე ფიქრობენ. ეს ძალიან ახალთაობას ახასიათებს და ეს არის ძალიან სასიამოვნო. მრავალფეროვნება. არ ეთაკილებათ და არ ეზარებათ. არ ეთაკილებათ ეს ნიშანდობლივია, იმიტომ იყო დრო, როცა რაღაც გარკვეული დოგმები არსებობდა, განსაკუთრებით ამ სფეროში თუ მუშაობდა ადამიანი, რაღაცნაირად ვიღაცა აპარტავნებას აძლევდა, აპარტავნების უფლებას აძლევდა თავის თავს და კიცხავდა და აბსოლუტურად შეიცვალა ეს მოცემულობა და ნიშანდობლივია. საინტერესოა თუნდაც აი ცნობიერების ამაღლების კუთხით, რომ ესა თუ ის პროფესია რა მნიშვნელობას ატარებს, აი ამ მიმართულებით თუ გაქვთ იგივე საგანმანათლებლო სწავლების სისტემაში, აი ამ მიმართულებით თუ ამაღლებთ ცნობიერებას. ცხადია, პროფორიენტაციის პროგრამა არსებობს სკოლაში, ფუნქციონირებს, რაც მოიცავს სწორედ ცნობიერების ამაღლება იმ პროფესიებზე, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია მათთვის და გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ არ ვახვევთ მოსწავლეებს თავს რაღაც პროფესიებს. პირიქით, დაინტერესება უნდა წამოვიდეს ახალგაზრდა თაობიდან. ის კი არ არის, რომ აი ოჯახში ურჩიეს და აუცილებლად ის პროფესია. იქნებ მას სხვა საორიენტაციო რაღაც ხედვა აქვს და სხვა სურვილები აქვს ხო ცხოვრებაში, რომ აი რა არის მისი ოცნება, რა უნდა რომ გამოვიდეს. ძალიან მარტივი შეკითხვა არის, ხო? ეს უნდა დავუსვათ ხშირად ახალგაზრდა თაობას და ის უნარები, რაც მათ გააჩნიათ. ხალხებამდე მისასვლელი გზად შეიძლება იყოს ეს, ხო? ერთ-ერთი ცხადია, რა თქმა უნდა. ირჩევენ ისინი და ან იმ რასაც ახსენა, ალბათ ეს კონკრეტულად ამ სფეროში სტანდარტის ზოგადად ამაღლება მნიშვნელოვანი არის იმ კუთხით, რომ იყოს მეტი კონკურენცია. დღეს რატომღაც არსებობს ესეთი შთაბეჭდილება, რომ თითქოს ყველას შეუძლია მომსახურების სფეროში მუშაობა, არ მოითხოვს განსაკუთრებულ უნარჩვევებს, ამ დროს, როდესაც ამ დროს პირიქით სპეციფიკური ცოდნა საჭირო. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყავს ძალიან ისეთი ძლიერი პარტნიორები, შესაბამისად, როცა ცოდნას ღებულობენ მოსწავლეები და პრაქტიკულ გარემოში შეიძლებათ მათ გასვლა, დასაქმების პერსპექტივაც მათ აქვთ ძალიან მაღალი. თავად კერძო სექტორი უზრუნველყოფს ამას, მისთანაც ჩვენ თანამშრომლობთ და პარტნიორობთ. ეს კიდევ დამატებითი შესაძლებლობა არის რეალურ სივრცეში. ქალბატონ გურანდა, კადრები წყვეტენ ყველაფერსო, როგორც იტყვიან. საინტერესოა, როგორ უნდა მოხდეს დაინტერესებული აპლიკანტი აი ამ პროგრამებზე. შერჩეული მიმართულება ტურიზმის მენეჯმენტი სავარაუდოდ განპირობებულია რეგიონში ტურიზმის მიმართულების აქტუალობიდან გამომდინარე. როგორ უნდა მოხდნენ აპლიკანტები თქვენს პროგრამაზე, ეს იქნება ჩემპერული შეკითხვა და ასევე მომავალში მოხდება თუ არა სამიზნე პროგრამების შერჩევა. მაგალითად დეველოპმენტი, მშენებლობა, IT ტექნოლოგიები და ასე შემდეგ. დიახ, მადლობა შეკითხვისთვის. სწორედ ამ მიმართულებებს გეგმავთ. პირველ რიგში გავცემ თქვენს პირველ შეკითხვას პასუხს, როგორ უნდა მოხდეს, თუ აქვს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დამადასტურებელი ატესტატი, შეუძლიათ ინტეგრირებულ პროგრამაზე ჩააბარონ და მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ როგორც ზოგადი განათლების ატესტატი, ასევე პროფესიული განათლების ატესტატი. მთავარია კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დიპლომი კონდეს, ატესტატი კონდეს. ეს მოიცავს მე-9 კლასის დამამთავრებელს უკვე გასულ წლებში და ახლიდან უკვე შეიცვალა განათლების სამინისტროს მიერ საფეხურების სისტემა და 2 წლიანი გახდა ინტეგრირებული პროგრამა. ესეც სიახლე არის დღევანდელ რეალობაში. დღეს უკვე 3 წლის ნაცვლად 2 წელია იქნება ინტეგრირებული პროგრამა, 2 წლის განმავლობაში მოუხდება, ოღონდ უნდა იყოს მე-11, მე-12 კლასი, ანუ მე-11-დან იწყებს ჩვენთან სწავლებას, მე-11 და მე-12 კლას ამ 2 წელს მოიცავს ეს ინტეგრირებული პროგრამა. ხოლო არაინტეგრირებული პროგრამაზე მსურველებს შეუძლიათ თავარია ზოგადი განათლების ატესტატი კონდეს, ნებისმიერ ასაკი არ არის შეზღუდული, ნებისმიერ შეუძლია რომ მხოლოდ პროფესიას ეს არ მოიცავს ზოგად განათლებას. მხოლოდ პროფესიას დაეუფლოს, მიიღოს როგორც პრაქტიკული ცოდნა, ასევე თეორიული ცოდნა. რაც შეეხება მოკვლევადიანებს
სრულწლოვანი უნდა იყოს აუცილებლად, გააზრებული უნდა კონდეს მას, დასაქმების უფლება უნდა კონდეს, გააზრებული უნდა კონდეს ის პროფესია, რა პროფესიაშიც იქნება ჩართული, ცხადია, ასაკი არ არის შეზღუდული და პლუს ამას უნდა აღვნიშნო ესეც, რომ ჩვენი პროგრამის განმახორციელებლები არიან სტუმართ მასპინძლობის სფეროში ის ადამიანები, რომლებიც დღეს წამყვან პოზიციებზე მუშაობენ და პრაქტიკული ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. რაც შეეხება კომპიუტერულ ქსელსა და სისტემებს და web development, ჩვენ როგორც ადგილობრივი გადამზადებული კადრები ყავს, პროფესიონალები, ასევე მოწყეული სპეციალისტებიც ყავს თბილისიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე ვერ მოვიპოვეთ შესაბამისი კადრები და ეს რესურსი თბილისიდანაც ავითვისეთ. სანდობის ნაწილში ალბათ მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ეს, რომ მონიტორინგს გავწევენ ის ადამიანები, რომლებიც ეს ტოპ მენეჯმენტში. რეალურად ჩვენი შედეგი არის მათი წარმატება, ხო, ჩვენი და შემდეგ მომავალ წლებში თუ გავიზრდებით უფრო მეტ პროგრამას დავნერგავთ და ასე შემდეგ, ეს ამას ყველაფერს შედეგი გვიჩვენებს. ხელშეწყობაზეც გვესაუბრეთ, რა კუთხით ხელშეწყობას გულისხმობთ და ამიტომაც აქვს იძლევით გარანტიას, რომ ნამდვილად დასაქმდება ადამიანი. დიახ, როგორც აღვნიშნე, გვყავს ძალიან ძლიერი პარტნიორები. პარტნიორებისაც ისინი ღებულობენ პრაქტიკულ ცოდნას, გამოცდილებას და ასევე პარტნიორები, რომლებიც სთავაზობენ მათ შემდგომ დასაქმებას და ესე ვთქვათ, პერსპექტიულ კარიერულ წინსვლას, შემდგომ კარიერულ წინსვლას. შესაბამისად, იმდენად ის ყველა პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, იმდენად მოთხოვნადი არის, რომ დასაქმების პერსპექტივა და გარანტია უკვე არსებობს, იმიტომ რომ ბაზარს სჭირდება ეს კადრები რეალურად და მოთხოვნა წამოვიდა სწორედ კერძო სექტორიდან, სახელმწიფო სექტორიდან აღნიშნული პროფესიების მიმართ. დიახ, ჩვენ ასევე ვნერგავთ და წელს პირველად ვაცხადებთ, გასულ წელს შემოდგომო მიღება გამოვაცხადეთ, წელს უკვე საგაზაფხულო მიღებას ვაცხადებთ. 15 აპრილიდან, ესე ვთქვათ, გრძელვადიანი პროგრამების ნაწილში, ხოლო მანამდე, აი მარტის თვეში დავიწყეთ მოკლევადიან პროგრამებს. საგაზაფხულო მიღება გვექნება პირველად, რომლის სწავლება დაიწყება სექტემბრიდან. ჩვეულებრივად საგაკვეთილო პროცესს მიყვება ეს ყველაფერი. ხაბადად გურანტ საინტერესო თქვენ ახსენეთ, რომ კონკრეტულად გაქვთ ეს კოლაბორაცია იმ კომპანიებთან პრაქტიკულ ნაწილში, რომლებიც დღეს ბაზარზე წარმოადგენენ ეს თქო საუკეთესო შედეგით. თუ არსებობს მსგავსი პრეცედენტი და თუ ეხმარება ეს კომპანიები შემდეგ უკვე დამთავრების შემდეგ დასაქმების ნაწილში თქვენ სტუდენტებს და თქვენ ახსენეთ უკვე არსებული 1 წლის გამოცდილება საინტერესოა სტატისტიკა, რამდენად წარმატებულები არიან თქვენი სტუდენტები და რამდენად მოიცვეს ის ბაზარი, რომელზეც ვსაუბრობთ. ჩვენ აქამდე განვახორციელებთ მხოლოდ გრძელვადიანი პროგრამები. ისინი კვლავ სტუდენტები არიან ჩვენი და ასევე ძალიან მაღალი არის მათი დასწრება, ჩართულობა ამ პროცესებში და აქტიურობა. დიახ, იყო შემოთავაზება, მაგრამ ჯერ კურსდამთავრებულები არ გვყავს. მოკლევადიანებს ახლა ვიწყებთ პირველად, აი მარტის თვეში, მარტის 15-დან ვიწყებთ. შესაბამისად, როგორც კი ასე ვთქვათ, პროექტი ჩაეშვება და კიდევ ერთხელ ერთი უნდა აღვნიშნო, რატომ თანამშრომლობენ კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩვენთან. იმიტომ რომ მათ სჭირდებათ რეალურად ეს კადრები. ეს არის აი ჩვენი მხრიდან გასაგებია, რომ ჩვენ განათლების ხელმისაწვდომობას ვუწყობთ ხელს, მაგრამ მათი მხრიდან რა? ის რომ მათ სჭირდებათ ეს კადრები. სარგებელი არის ის, რომ დასაქმდებიან ეს ორმხრივი არის ეს თანამშრომლობა ცხადია. აუცილებლად უნდა გკითხოთ, ვის ექნება საშუალება დატრენინგდეს, მიიღოს ეს პროფესიული განათლება, ეთნიკურ უმცირესობებს თუ შეეწყობათ ხელი, მოწყვლად ჯგუფებზეც ვისაუბროთ, ამ კუთხით გითხარით. მოკლევადიანი პროგრამების და ასევე გრძელვადიანი პროგრამების სასწავლო ენა არის ქართული. შესაბამისად, ქართული საბაზისო ქართული ენა უნდა იცოდეს ესე ვთქვათ სტუდენტმა. გარდა ამისა, ჩვენ ადაპტირებული გარემო გვაქვს, შესაბამისად შრომო პირებისთვის ნებისმიერი ესე ვთქვათ სასწავლო პროცესი არის გათვალისწინებული და მორგებული. ანუ შესაბამისად არანაირი შეზღუდვა არ აქვს ამ ჭრილში პირიქით მაქსიმალურ მხარდაჭერას გავუცხადებთ ყველას, ვისაც კი სურვილი აქვს ან ცოდნა მიიღოს, ან გაიხრმაოს. დიახ. პრინციპში ყველაფერზე ვისაუბრებთ და მე მოვუწოდებ მაყურებელს, ვისაც სურვილი აქვს პროფესიული განათლება აირჩიოს ცხოვრების მთავარ დევიზად, მით უმეტეს ისეთ ფონზე, როდესაც კადრები ჭირს საქართველოში და მადლობა რომ ასეთ საინტერესო პროექტს ახორციელებთ და შედეგებზე აუცილებლად გელოდებით სტუდიაში. დიდი მადლობა. გურანტა გოგიტიძე სკოლა პროგრესის აღმასრულებელი მენეჯერი გახდათ ჩვენი სტუმარი.
განვაგრძობთ გადაცემას. საქართველოს ნაკრები ევროპის საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, რომელიც 5 ქვეყანაში გაიმართება, დაიწყება 27 აგვისტოს 2025 წლის და დასრულდება 14 სექტემბერს. თამაშები ჩატარდება, როგორც გითხარით, რამდენიმე ქვეყანაში, ეს გახლავთ კვიპროსი, პოლონეთი, ფინეთი და ლატვია. ყველას გილოცავთ აი ამ მნიშვნელოვან მოვლენას საქართველოს ეროვნული ნაკრები კალათბურთში ზედიზედ მე-6-ეთ მონაწილეობს ფინალურ ტურნირზე, რომელსაც ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში ქვია. ამ თემაზე უფრო ცლად ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. საკალათბურთო კლუბ ბასკოს დამფუძნებელ ბატონ ვანო მაისურაძესთან ერთად მოგზავნით. ბატონო ვანო, გამარჯობა. გამარჯობა. გამბრძანდით, გილოცავთ ამ შესანიშნავ თარიღს საკალათბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. უკვე მე-6-ეთ. დღეს გვინდა ვისაუბროთ ქართულ კალათბურთზე, რომ გავავლოთ, ხო? გადავავლოთ თვალი ამ პერიპეტიებს, როგორ მოვედით აქამდე. შევაფასოთ ჯერ მატჩი, რომელიც ესე იგი დანიას მოუგეთ 60-62 და სწორედ ამ თამაშის მოგებამ საშუალება მოგცა იმისა, რომ მონაწილეობა მივიღოთ ევრობასკეტზე, რომელიც როგორც აღნიშნე, აგვისტოში დაიწყება და დასრულდება სექტემბერში. შეგვიფასეთ დღევანდელი უბრალოდ ამ მატჩის მიმდინარეობა და ზოგადად ქართულ კალათბურთზე ვისაუბროთ. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან დიდი პატივია იმყოფებოდ დღეს თქვენთან ერთად თქვენს გადაცემაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. რაც შეეხება ულოცავ სრულიად საქართველოს ამ დიდ გამარჯვებას, მიჩვეულები ვართ უკვე როგორც იცით მე-6-ე ჯერ იასპარეზებს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე. რაც შეეხება ფორმატს, 32 გუნდი იყო ასპარეზობდა ევრობასკეტზე მონაწილეობისათვის იბრძოდა, ასე ვთქვათ, მოიპოვებინა საგზური. 24 გუნდი გადის აქედან, 8 გუნდი რჩებოდა მიღმა, ევრობასკეტის მიღმა. დღეის მდგომარეობით, როგორც იცით, 4 გუნდი კიდევ გასარკვევ ზონაში არის, დღეს არის ტური, სხვათა შორის ჩვენებს აქ ბოლო თამაში. მაყურებელმა რო იცოდეს დღევანდელი მატჩი არაფერს არ ცვლის ყოველგვარში გასულები ვარ, თუმცა სერბეთის ისეთი ნაკრები როგორც არის სერბეთის ნაკრები ყოველთვის საინტერესო არის, იმიტომ რომ ეს არის უდიდესი გამოცდილება. გამოცდილება იქიდან გამომდინარე ჩვენი ნაკრები დაკომპლექტებულია ახალგაზრდა მოთამაშეებით, მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს მატჩი, იმიტომ რომ ყოველი თამაში და მით უმეტეს როგორც აღნიშნეთ სერბეთის ნაკრები არის არაჩვეულებრივ მეტოქე. აი ამ მიზნის განსახორციელება. და ყოველი თამაშის გამოცდილება ალბათ, ხო და ტრანსპორტული ინტერესი რომელიც არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ზუსტად ამაზე ვისაუბრე და ეს არის სერბეთის ნაკრები დღეს 11 საათზე. აი გულშემატკივართ თუ არა გულშემატკივართ ქართველებო უყუროთ გულშემატკივართ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. ქართული კალათბურთის მიღწევა, რომ ზედიზედ მონაწილეობთ უდიდეს სპორტულ ფორუმზე. ეს რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად მომავალი თაობისთვის. იცით ისეთ თქმა უნდა, ჯერ ცოტა სხვანაირად დავიწყებ ამ კითხვას, სხვანაირად გაგცემ პასუხს თქვენის ნებართვით. ჩვენ უკვე განებევრებულები ვართ, სიმართლე გითხრათ, სხვანაირად არც წარმომედგინა, კი იყო ბოლო წუთამდე დაძაბული ბრძოლა, ორმა ქულამ გადაწყვიტა 62-63 როგორც აღნიშნეთ. თუმცა მე სხვა მოლოდინი არ მქონდა პირადად, იმიტომ რომ ეგუჯერ ზედიზედ იასპარეზო, არ ვიცი, სხვა წარმოდგენა არ შეიძლება ყოფილიყო ჩემში. დარწმუნებულად თვითონ ჩვენთან ისედაც ეგრე იყო და ბოლო წუთამდე ამას განვიცდით სიმართლე გითხრა, მაგრამ მაინც გულის სიმოში მჯეროდა რომ ეს აუცილებლად ეგრეც მოხდებოდა. იყო პერიოდი, ალბათ იმ ოქროს თაობასაც ეძახიან, აი ზაზაფაჩულიას დროინდელი, ანუჩარ მარკოვიშვილის დროინდელი, წკიტიშვილის დროინდელი, აი ამ ნაკრებს ეძახდნენ ოქროს თაობას. თაობათა ცვლის, ანუ ცვლა რასაც ეძახიან, იყო ჩვენთვის აი საკალათბურთო სამყაროსთვის ძალიან ესეთი სანერვიულო მომენტი იყო და განვიცდით რომ აი რა იქნება, როგორ იქნება ეს ახალგაზრდები, როგორ ჩაანაცვლებენ, თუმცა ფაქტის სახეზია და აღვხედავთ რას და როგორ აკეთებენ ჩვენი ახალგაზრდა თაობის კალათბურთელები. აქვე მინდა ბოდიშმოვიდეთ, აი თუ შეიძლება თუ გამიგზავნებას. არა, არ ბრძანეთ. ორმაგად ჩემთვის, როგორც ბათუმელისთვის, სასიხარულოა, რომ ჩვენს ეროვნულ ნაკრებში თამაშობს ორი ბათუმელი, ალეკო ფევაძეს და გიორგი ოჭკიძეს გულისხმობ, არაჩვეულებრივი სპორტსმენები, ადამიანები, ჩამოყალიბებული კაცები და რა ვიცი, მინდა ბათუმს მიულოცო პირველ რიგში, იმიტომ რომ აქამდე იყო ყავდა ბათუმს ასაკობრივ ნაკრებში, მაგრამ აი ესეთი რომ იყოს ჩამჯდარი უკვე მორგებული ეროვნულ ნაკრებს, ესე არასდროს არ ყოლია და ეს დიდი წარმატება არის სხვათა შორის.
ეს ნამდვილად სასიხარულო ფაქტია და აქვე შემდეგ შეკითხვას დაგისვევთ. ანუ თქვენ აქტიურად ხართ ჩამბული სპორტულ ცხოვრებაში, ხართ დამფუძნებელი საკალათბურთო კლუბ ბასკოში. აი ეს ორი პიროვნება ხო ჩვენი ქალაქის სიამაყეა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას. თაობა როგორი მოდის? გაქვთ ყოველდღიური ურთიერთობა ახალგაზრდებთან, ხო? აი საინტერესოა საკალათბურთო კუთხით ამ ორი ადამიანის გარდა როგორი თაობა მოდის? ასაკობრივ ჯგუფებსაც რო შევეხოთ, საინტერესოა. სიმართლე გითხრათ, იცით, ცოტა შეიცვალა, დროსთან ერთად შეიცვალა აი ახალგაზრდების შეგნება, ფსიქოლოგიად შეიცვალა მიდგომები შეიცვალა, კი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მწვრთნელების განათლება. ამაზე ძალიან კარგად ზრუნავს ფედერაცია, საქართველოს ეროვნული ფედერაცია. ხშირად არის ხოლმე, რომ ჩვენ მე პირადად იქიდან გამომდინარე კერძო კლუბი ვართ, ჩვენ ვცდილობთ ხოლმე, რომ საზღვარგარეთ გავუშვათ ჩვენი მწვრთნელები, განათლება მიიღონ, შესაბამისი, იმიტომ რომ ახალ თაობას ახალი მიდგომები ჭირდება, თავისთავად დროს უნდა დავეციოთ, ესე ვთქვათ. ბავშვებს რაც შეეხება, სხვათა შორის ძალიან კარგი თაობა მოდის, არის ისეთი ბავშვები, რომელიც მოყვებიან, არის სხვათა შორის ჩემთვისაც სამწუხაროდ, ყოველ სამწუხაროდ, ცოტა ზარმაცი, ესე ვთქვათ, აი კომპიუტერს მიჯაჭვული ბავშვები, რატომაც ეს გლობალური პრობლემა, არ ვიცი, პრობლემა შეიძლება დავარქვათ თაობის თუმცა სპორტის სიყვარულს მაინც ბავშვებს ვერ გაუნელებ ვერანაირად, თავისებურად როგორც აღნიშნეთ, მიდგომა უნდა ნახოთ. შემდეგ ეტაპებზეც რომ გვესაუბროთ, მე ხა სამწუხაროდ ვერ ვირკვევი კარგად კალათბურთში. ეს დიდი გამარჯვება რომ არის, გასაგებია და ძალიან მიხარ. შემდგომ უკვე რა ეტაპებია? ვის უნდა ვაჯობოთ, რამდენი ეტაპი უნდა გავიაროთ? კი ბატონო, ჯერჯერობით ევრობასკეტზე არ არის ცნობილი რა ჯგუფში ვიქნებით. ალბათ ერთ თვეში გაირკვევა დაახლოებით, კენჭისყრა ექნება ერთ თვეში. როგორც აღნიშნეთ, 27 აგვისტოს იწყება და 14 სექტემბერს დასრულდება. ჩვენი მიზანი არის, რა თქმა უნდა, გასვლა კარგია, მაგრამ ხო იცით, უნებრივია, შენარჩუნება ჭირდება. მადა ჭამაში მოდისო, როგორც ვიტყვიან, გვინდა რომ უკვე პლეი-ოფის ზონაშიც მოხვდეს და ანუ უფრო წინ და წინ წაიწიოს. ახლა იმის თქმა მინდა რომ წეგან შევეხეთ ჩვენ, ანუ რას მოგცემს ჩვენ ეს ევრობასკეტი. მინდა აგიხსნათ რომ წეგან ვისაუბრეთ ახალგაზრდებზე. ნებისმიერი მსგავსი ტიპის გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ეროვნული ნაკრების მხრიდან ეს იქნება ევრობასკეტი, ღმერთის წყალობით მსოფლიო თუ ეს იქნება ოლიმპიადა. ჩათვალეთ ეს არის გაღებული კარები ჩვენი ახალგაზრდებისთვის. სკაუტები, აგენტები დავარქვით, აგენტოები უკვე ანუ შემოსევასავით იქნება, აკვირდებიან. როგორც ფეხბურთის შემთხვევაში. კი, იგივე ვარიანტი არის და ეს არის არაჩვეულებრივი გამოწვევა იქნება თქვა თუ ანუ შესაძლებლობა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომ ანუ შედგენ როგორც სპორტსმენები. და აქვე უნდა ვთქვათ, რომ ხელფასების და გასამრჯელოს კუთხით ფეხბურთზე მაღალანაზღაურებადი სპორტია, კალათბურთი იგივე ნაციონალურ NBA-ს თუ ვიგულისხმობ. შიდა ჩემპიონატზე მინდა კითხო ვანო, ვთქვათ, ხო, ეროვნულ ნაკრებზე ვისაუბრეთ, აი რა დონე აქვს დღეს საკალათბურთო ჩემპიონატს საქართველოში და თქვენი გუნდის სამომავლო გეგმებზეც რო გვესაუბროთ, საინტერესოა. კი ბატონო, სუპერლიგას რაც შეეხება, ანუ უმაღლესი ლიგას გულისხმობ, ჩვენ არაჩვეულებრივი გუნდი ყავს ბათუმს, საკმაოდ ნორმალურ დონეზე ასპარეზობს. ყოველ წელს არ აქვს მნიშვნელობა რა დონის გუნდი იქნება, ყოველთვის ბათუმს აქვს ის ამბიცია რომ იყოს ჩემპიონი. რაც შეეხება თვითონ დონეს, წეგანაც აღნიშნე, კი, მართალია, ბევრი უმეტესი ჩვენი სახელოვანი კალათბურთელი ყველა ცდილობენ გავიდნენ საზღვარგარეთ და უფრო ტოპ ლიგებში იასპარეზონ. თუმცა ისიც აღნიშნოთ, რომ ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი ახალგაზრდა მოთამაშეები, რომელსაც ეძლევათ უფრო მეტი შანსი, რომ სუპერლიგაში აიწია თუ რა დონემ წინა წლებთან შედარებით, ასე რომ დავუშვათ ეს შეკითხვა. აიწია, კი, მაგის თქმა მინდა ზუსტად და ზუსტად მაგი მინდა აგიხსნათ, რომ ახალგაზრდები არიან ჩვენი ნათელი მომავალი ახალგაზრდები, აი ამაზე უნდა გავაკეთოთ უდიდესი აქცენტი. ჩემი აზრია ყოველ შემთხვევაში და მე მგონი ჩემი და ეროვნული ფედერაციის ანუ აზრები ემთხვევა და ზუსტად მაგითკენ ვცდილობ რომ წაიყვანონ ეს სიტუაცია, ასე ვთქვათ. საინტერესოა მაგალითისთვის სპორტის სახეობა ფეხბურთი დღეს შეიძლება უფრო პოპულარული იყოს ვიდრე კალათბურთი. ამ მიმართულებით თუ აი რაღაცნაირი ესეთი ცნობიერების ამაღლების ნაწილში, თუნდაც პოპულარიზაციის ნაწილში, რომ კალათბურთის იყოს ისეთი პოპულარული, თუნდაც გულშემატკივრობა იყავდეს უფრო მეტი, ვიდრე დღეს არსებობს, იმიტომ რომ
დღეს ფაქტიურად ფაქტი არის რომ ფეხბურთს უფრო მეტი გულშემატკივარი ყავს შეიძლება არის კიდევაც მე მგონი ჩვენ ნახეთ ჩვენ ესე ვიძახით ხოლმე რომ არის კალბურთი არის სპორტის იმ ყველა სახეობის ნაწილი და ანუ ფეხბურთი არის სხვა რაღაც არ ვიცი განზომილი კი ეგრე არის ამას რა თქმა უნდა ზოგ ქვეყნებში პირიქითაა ზოგ ქვეყნებში ხალხაშორის ამერიკაში კი კალბურთი გაცილებით უფრო პოპულარულია ამერიკაში ვიდრე მაგალითად შეიძლება იყოს ფეხბურთი ხო საინტერესო არის მაქსიმუმ იგივე ამ ჩემპიონატზე მაქსიმუმ საუკეთესო შედეგი რა იყო ჩვენი და რა იქნება მაგას გულისხმობთ აქამდე რა იყო 6 ჯერ ხო გავედით პლეიოფში ვითამაშეთ პლეიოფში ვითამაშეთ კი და გქონდა სხვათა შორის ოლიმპიადაზე მოხვედრის უფლება მოგვეყვებინა მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ შეძლო ნახოთ აი მომავალი და ხელშეწყობაზე უნდა გკითხოთ აუცილებლად ფედერაციის ხედვებით გაგვიზიარეთ თუ გაქვთ ინფორმაცია რამდენად არის ეს ძვირადღირებული სპორტი ზოგადად ანუ იმისთვის რომ დაეუფლოს ადამიანი ამ უნარებს და იაროს აქტიურად კალათბურთზე რა ხარჯებთან არის ასოცირებული და რა ხელშეწყობა არის სხვა ფედერაციის მხრიდან იმისთვის რომ ახალ თაობას მეტად შეუწყოს კი ბატონო ბოდიში მოგიხსნა ფედერაციის მაგრამ თუ ვერ ვისაუბრებ ანუ ამ საკითხში რა ინფორმაციაც გაქვთ კი ბატონო რა ანუ ხელშეწყობა არის დარბაზები ადრე ჩემ პერიოდში მაგალითად 90-იან გამოვლი პერიოდში მოკლედ მახსოვს ჩამსხვრეული შუშები სიცივე და არანაირი არასებობა აბსოლუტურად დაყინულ დარბაზებში გვიწევდა თამაში წარმოიდგინეთ თამაში თავდებოდა და საშყაპების გარეშე კი ანტისანიტარი და ასე შემდეგ რაზეც ცოტა ისე ხერხულია ხა საუბარი დღეს არის ყველგან მით უმეტეს ბევრი კერძო აკადემიები გამორჩა სადაც ცდილობენ რომ ეს ყველანაირი პირობა შეუქმნან ახალგაზრდას არის ყველა პირობა ახალგაზრდა მოვიდეს და ილოჯიშოს და აი რა საკიდან არის შესაძლებელი ანუ კალათბურთით დაკავდეს ახალგაზრდა და ჩვენი ქალაქის მაგალითზე ვისაუბროთ ჩვენ პირადად ბაღის მოსწავლეც კი ყავს გააჩნია ბავშვი როგორ აქტიურია თუმცა ნუ მაინც პირველი კლასიდან არის მიზანშეწყვეტი გოგონათა მიღება თუ გაქვს საინტერესო ჩვენ პირადად არ გვაქვს მაგრამ აი სპორტ სკოლას სასპორტო სკოლას აქვს კი და ტრადიციული კითხვა უნდა დავსვა რაზეც დაუბენ ხოლმე ეს კალათბურთის ზრდის სიმაღლეში თუ ეს მაღალი ადამიანები შედიან კალათბურთზე თუ ხო რომ აშკარად ბმა არის კი ბატონო სხვათა შორის ხშირად მეკითხებიან ხოლმე ტრადიციული კითხვა კი ნამდვილად კი რაღაც დოზით გეხმარება ზრდაში თუმცა იმიტომ არის კალათბურთი მაღლების თამაში ვეძებთ ხოლმე ესე სიმართლეს აი ვაკვირდებით გენეტიკას მშობლებს ან წინაპრებს და ასე შემდეგ რა ეს არის თუმცა ცოტა რაღაცით გეხმარება კი ბატონო დიდი მადლობა ვანო მაისურაძე გახდა ჩვენი სტუმარი საკალათბურთო კლუბ ბასკოს დამფუძნებელი ითამაშეთ კალათბურთი და იყავით ჯამთელები წარმატებები ვუსურვოთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს და დროებით ჩვენს მაყურებელსაც დავიმშვიდობოთ დროებით ხვალამდე დიდი მადლობა